ახლა კი დღეს ჩვენ სტუმართან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე ლევან სანიკიძესთან ერთად მოგვიწევს საუბარი იმაზე თუ რა ხდება დღეს ყოფილ სახელისუფლებო და ერთდროს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში და რას ნიშნავს ეს მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის. ბოლო დღეებში ერთმანეთს დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის მწვავე შეფასებები ოპოზიციის მისამართით, ნანუკა ჯორჯოლიანის კრიტიკული განცხადებები და პარტიის შიგნით დაწყებული დისკუსია მომავალი სტრატეგიის შესახებ. ამას ემატება ციხიდან ლევან ხაბეიშვილის გზავნილების 5+1 ფორმულა და თემები, რომლის აქტუალიზებაც ციხეში მყოფ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს მხარდამჭერების მობილიზების ახალი კამპანიისთვის გადამწყვეტ ფაქტორებად ეჩვენება. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა ახალი კითხვები გააჩინა. რა პოლიტიკური მომავალი აქვს დღეს ნაციონალურ მოძრაობას? რამდენად ერთიანია პარტია? რა ურთიერთობაა მიხეილ სააკაშვილის პარტიის მოქმედი ხელმძღვანელობისა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ხვალინდელი დღის ფორმირებას ცდილობენ? და ბოლოს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, ამ მუდმივი შიდა დისკუსიებისა და დაპირისპირების ფონზე ახერხებს თუ არა ოპოზიცია იმ მთავარი ამოცანის შესრულებას, რასაც საზოგადოება მისგან უკვე წლებია ელოდება რეჟიმისთვის რეალური პოლიტიკური ალტერნატივის შექმნას. ლევან სანიკიძე სტუდიაშია. ლევან, მოგესალმებით. ჩვენ ორივენი ახლა თითქმის ერთდროულად ვკითხულობდით მიხეილ სააკაშვილის მიერ რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნებულ მის მანიფესტს, ასე უწოდა მან მანიფესტი. გავეცანი რა მის შინაარს დეტალურად მაყურებელს შეიძლება ვერ მოვასწრო და ვერ მოუთხოვრო, თუმცა შემიძლია მაყურებელს უთხრა, რომ პრინციპში აქ ის თეზისებია წარმოდგენილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლოზე გამოსვლის დროს საკმაოდ ვრცელ დეტალურ გამოსვლაში წარმოადგინა, გამოუტოვები ნაწილს, რომელიც უკავშირდება ოპოზიციური ფლანგის კრიტიკას, ლელოზე, ახალზე მწვავე შეტევას, ის ამბობს ასევე, რომ ძველი პარტიული სისტემა ამოწურა მან თავისთავი, რომ სააკაშვილი ფაქტობრივად ამბობს, რომ კლასიკური პარტიული მოდელი ავტორიტარულ გარემოში აღარ მუშაობს და ციტატა დღევანდელმა პარტიულმა სისტემამ თავისთავი მთლიანად ამოწურა, დღეს საკითხი დღეს ასე, ან მთლიანად განახვდი, ან პოლიტიკურად მოკვდები. სხვა შორის უსმინე რა ნაწყვეტებს მისი გამოსვლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც საინტერესოა გასაანალიზებლად, უკავშირდება სააკაშვილის დღევანდელ განაცხადს, რომ თუ კაპიტალურ რემონტს არ ექვემდებარება ის შენობა, რომლის შეკეთებასაც ცდილობ, მიატოვე და გვერდზე ააშენე ახალი შენობა. ეს საინტერესო მინიშნება, ამ თემას დაუბრუნდებით, განსაკუთრებით ყურში და თვალში მომხდა სააკაშვილის განცხადების ეს ნაწილი ნანუკა ჯორჯოლიანის გუშინ ჩვენ სტუდიაში ღამით სტუმრობის დროს, როცა მან ბოლოს მიგვანიშნა იმაზე, რომ არსებობს გარკვეული სხვა იდეებიც და მოსაზრებებიც, რომელიც შეიძლება სურპრიზი აღმოჩნდეს ბევრისთვის და გულისხმობს იმას, რომ აქედან თუ არაფერი გამოდის, რაღაც ახალი გაკეთდეს. ამაზე თვითონ ნანუკა საკუთარი ინიციატივის კონტექსტში საუბრობდა, თუმცა არ გამორიცხა, რომ თავად სააკაშვილიც იქ შეიძლება იხილოს, თუმცა ამაზე ღიად არ თქმულა, ეს უნდა აღვნიშნო ხაზგასმით. ასევე სააკაშვილის ამ მანიფესტში, როგორც მან დაარქვა, საუბარი არის ეგრეთ წოდებულ ახალ მოდელზე, ჰორიზონტალურ მოძრაობაზე. მისი იდეა, რომ უნდა შეიქმნას ახალი ფართო მოქნილი სისტემა, სადაც ადამიანები ერთმანეთის კონკურენტები კი არა, გამაძლიერებლები იქნებიან, ციტატა, ჩვენ გვჭირდება მთლიანად ახალი ტიპის ჰორიზონტალური სტრუქტურა, სადაც არავინ არავიზე არ იეჭვიანებს, სადაც ერთმანეთს ხელს კი არ შეუშლით, არამედ გავაძლიერებთ, ჯერჯერობით რასაც უყურებთ, სრულიად საპირისპირო მიმართულებით ვითარდება მოვლენები და მისი 5 ფრონტის სტრატეგია, ასეა მანიფესტში წარმოდგენილი, მოკლედ რო ჩამოთვალო, კონტრპროპაგანდისტული ფრონტი, ანუ დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ანტიკორუფციული ფრონტი, კორუფციის დოკუმენტირება და მხილება, ის ამბობს კიდეც, რომ რასაც ლაშა ფარულავა და ვასიკო ურუშაძე აკეთებენო. ქუჩის ფრონტი, ეს არის სამოქალაქო წინააღმდეგობის გაძლიერება, ოღონდ სააკაშვილი ამბობს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ფიზიკურადაც გაუწიოთო წინააღმდეგობაო ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ გამოვლინებებსო, საერთაშორისო ფრონტი, რეჟიმის იზოლაცია და ტექნოლოგიური ფრონტი, AI, ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების გამოყენება. მოკლედ, ყველაფრის მიმოხილვას ეს სწრაფად ვერ მოვასწრებ, მაგრამ მე მგონი მაყურებელს ძირითადი გზავნილები გადავეცი სააკაშვილის, ვისაც უფრო მეტი აინტერესებს, შეუძლია მის გვერდზე ნახოს მთელი ეს მანიფესტი. ლევან, საიდან დავიწყოთ, აღარც კი ვიცი. დაპირისპირების, მოდი სიტყვა დაპირისპირებასაც არ ვიხმარ, აქ საუბარი არის რაღაცა ტიპის
სრულიად განსხვავებულ მოლოდინებზე, ვიდრე ის არის, რაც არის დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. არის თავმჯდომარე, რომელსაც თითქოს ჰქონდა მანდატი, თინა ბოქუჩამ ვილაპარაკა ჩვენთან სტუდიაში და მადლობა გადაუხადა სააკაშვილს, რომ ამ რეფორმებზე მუშაობას ის ჩაუდგებოდა სათავეში. ამის პარალელურად მე ვიხილეთ გზავნილები, რომლებიც უკვე ფაქტობრივად ამ მანდატის ნანუკა ჟორჟოლიანისთვის გადაცემის პერსპექტივას უკავშირდებოდა. ნანუკა ყავდა გუშინ სტუდიაში, რომელმაც გითხრა, რომ ჯერ მას არ გადაუწყვეტია საერთოდ ამ პარტიაში გაწევრიანებას და შემდეგ თავმჯდომარედ კენჭისყრას აპირებს თუ არა. სიმართლე გითხრა, მე ვერაფერი ვერ გავიგე და მოდი აბა შენ აგვიხსენი თქვენ როგორ წარმოადგენთ აქ პარტიაში რა ხდება. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოუცხადო ბატონი თემურ უგულავას ყველა მეგობარს, ოჯახის წევრს. ის არ იყო უბრალოდ ბიზნესმენი, ის იყო ამ ქალაქის კარგი მოქალაქე, რომელმაც ჩემი აზრით ძალიან დიდი და არ გადავაჭარბებ, ვიტყვი რომ სამომავლოდ ყველა უფრო დარწმუნდება ამაში, რომ ისტორიული როლი შეასრულა მათ შორის საქართველოს განსაკუთრებით როგორც ტურიზმის მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვანი ლოკაციის გამოსავლენად და მე ვიზიარებ მისი ოჯახის მწუხარებას ნამდვილად ძალიან კიდევ ერთხელ გიერთი. ძიმე მოვლენაა ეს ვიცი განსაკუთრებით მისი მეგობრებისგანაც, რომლებთანაც მეც ასეთი ახალგაზრდა კაცის და ასეთი კრეატიული ბიზნესმენის ამ ხრივ ჩვენ რომლის აზროვნებაც არ იყო მიმართული მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე, სახელმწიფო ზრუნვაზე, აბსოლუტურად სწორი პოზიციები ჰქონდა უკრაინის ომთან დაკავშირებით, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რაც სამწუხაროდ ქართულ ბიზნესში არის გრანდიოზული გამონაკლისი. ამიტომ კიდევ უფრო სამწუხაროა ასეთი ადამიანი, რომ დააკლდა ნამდვილად დედაქალაქს. რაც შეეხება თქვენს დასმულ შეკითხვას, არათუ თქვენ მე მგონი მეც გამიჭირდება დავიწყო მივაგნო იმ საწყის წერტილს, რომელიც ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობაში განვითარდა. მოდი პირველი დავიწყოთ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებით და მანიფესტით. მე მგონია რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად სწორი და გამართლებული. ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ არსებობს კონკრეტული გამოწვევა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევითაც დადასტურდა. ამ ქვეყანაში ყოველი 10 ამომრჩევლიდან 7 არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა. და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ნაციონალური მოძრაობის მოდელი რა არის. ეს არის ამომრჩეველი, ეს არის პარტია და ეს არის მიხეილ სააკაშვილი. პარტია დღევანდელი მდგომარეობით სრულფასოვნად ვერ ახერხებს მიხეილ სააკაშვილის და ამომრჩევლის ინტერესის ერთდროულად დაკმაყოფილებას. ეს არის მოცემულობა, ამას არავინ არ უნდა გავექცეთ და მე დღევანდელ ეთერში ვიქნები კიდევ უფრო გულწრფელი, იმიტომ რომ პოლიტიკაში არის ხოლმე შემთხვევები, რომ ხანდახან მკუთხე უნდა მოამრგვალო, არაფრის მომრგვალებას არ ვაპირებ. ასევე ჩემთვის გაუგებარია და მესმის აბსოლუტურად მიხეილ სააკაშვილის წყენა მის პასუხისმგებლობებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მათ შორის ჩვენი პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი ძალიან უხეშად საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხზე და მოდი მე ჩემს თავზე მოვყვები რა. მე მოვედი ნაციონალურ მოძრაობაში იმ დროს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი უკვე იჯდა ციხეში. და ეს პარტია ისეთ კრიზისში, როგორცშიც აი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არასდროს არ ყოფილა. ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო. ლიდერები არიან ციხეში, მიშა უწყვეტაძე საერთოდ ციხეში, ხო? ამდენი წლის განმავლობაში არაძლევენ პოლიტიკური საქმიანობის მინიმალურ საშუალებასაც კი, გარდა იმისა, რომ Facebook პოსტებს აქვეყნებინებენ და იშვიათად აძლევენ სასამართლოში გამოსვლის საშუალებას. ამას ემატება ის სერიოზული დარტყმები, რომელიც მათ შორის პარტიამ შეგნებულად ძალიან სწორი პოზიციის გამო მე ამის რევიზირებას არ ვახდენ, მაგრამ მიიღო როგორც პარლამენტის მანდატებზე უარის თხრის, ამას ბევრი არ ამბობს და მე ვიტყვი რა, პარლამენტში რომ დღეს არ არის ფრაქცია, ის რომ საკრებულოებში არ არიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, ის რომ საბიუჯეტო დაფინანსება არ არის, ის რომ ზოგადად დაფინანსება ამ ქვეყანაში ბიზნესის მხრიდან ოპოზიციის მიმართულებით არ ხდება, ის რომ პარტიაში გარკვეულწილად 2024
წლის არჩევნების შემდეგ მიუხედავად გაყალბებული შედეგებისა სერიოზული პრობლემა შეიქმნა მათ შორის ელექტორალური ხლეჩვის თვალსაზრისით. ეს გამოწვევები არცად არ გამქარა, ამას ემატება პარტიის შიგნით არსებული, არ მიხეილ სააკაშვილი არ მალავს, არც მე არ დავმალავ. რაღაც მუდმივი დაძაბულობები, კონფლიქტს არ დავარქმევ, მაგრამ დაძაბულობები არის ვიღაცას არ ლაპარაკება, პრობლემები, რომელიც ამ პარტიაში ობიექტურად გაჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. უბრალოდ ზოგი გამოდის და ამ პასუხისმგებლობებს აგისვებს მიხეილ სააკაშვილს და არასწორია ეს. მართლა არასწორია. ჯერ ესეთი ამ პარტიაში თუ მოდიხარ, გააზრებული უნდა გქონდეს, რომ ამ პარტიის ლიდერი და რეალური თავმჯდომარე არის მიხეილ სააკაშვილი. მე ყოველ შემთხვევაში ასე მაქვს. მე ამ პარტიაში რომ მოვედი პრეზიდენტ სააკაშვილთან, პუტინის პირად ტყვესთან, მე არ მოვსულ არც ხელისუფლებაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან და არც უკრაინაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან. და არც ერთი ის შესაძლებლობების პაკეტი, რომელსაც წლების განმავლობაში ის აძლევდა მის თანაგუნდელებს. ეს იყო საპარლამენტო სიაში მოხვედრა, საკრებულო სიაში მოხვედრა, სხვადასხვა სახის დახმარება, მედია რესურსის მიხმარება, საერთაშორისო კონტაქტების გაზიარება. ნული. არაფერი არ მიმიღე და არც ველი პატიმარი კაცია. რა უნდა მოთხოვო მიხეილ სააკაშვილს იმაზე მეტი, რასაც აკეთებს. 5 წელია თითქმის ზის ციხეში. და კიდე ეს მუდმივი ლაპა მიშას პასუხისმგებლობა აქვს ვიღაცას რაღაცაში შეუშალეს ხელი. არ არის ეგრე. მიხეილ სააკაშვილს მე ვთვლი ჩემს უფროს მეგობრად და უფროს მრჩევლად. რამდენი რამე მოუწერია, რჩება შენიშნად შექებაც. ჩემგანაც რაც მიმიწერია, სხვადასხვა საკითხზე განსხვავებული მოსაზრება. თუ ჩემი არგუმენტი იყო მყარი, მიხეილ სააკაშვილი ამას იზიარებდა. თუ ჩემი არგუმენტი არ იყო მყარი, მიხეილ სააკაშვილი თავისი არგუმენტით მიმტკიცებდა, რომ ის იყო სწორი. ამიტომ მე არ მესმის ამ პასუხისმგებლობის მიშაზე გადაკისრება. პასუხისმგებლობის მიშაზე გადაკისრების ნაწილში ჩვენ ცოტა მეტი განმარტება გვჭირდება ახლა. თუ ჩვენ საუბრობთ იმ ადამიანებზე, მაგალითად ქალბატონი ან წითლიძე და რამდენიმე რომლებიც საუბრობენ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებების მიღების მეთოდებზე, რომ ან ერთპიროვნულად ან რამდენიმე ადამიანის მეშვეობით მიიღება და ეს უნდა შეიცვალოს, ამ ხრივ იყო გამოთქმული საჯარო პრეტენზია მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ან დიდად მიარ მომისმენია თავად პარტიაში გინდა წამოსული, მაგრამ რაც გარედან შესამჩნევია და ისმის, ეს უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებებისა და პერსონების მიმართ დამოკიდებულების თანმიმდევრულობას. მაგალითად იგივე თინა ბოկუჩავასთან მიმართებაში, ხო, საჯაროდ რაც გავიგეთ, რომ ერთი მხრივ მას მიენიჭა გარკვეული მანდატი და ამის პარალელურად ნახეთ, რომ სრულიად სხვა პროცესი მიმდინარეობს. კლასიკურ მის კომუნიკაციასთან მგონია რა ტიპის კრიტიკა. მიხეილ სააკაშვილმა შემდგომ ორი განმარტება გააკეთა ამასთან დაკავშირებით. მე ვსაუბრობ პასუხისმგებლობაზე, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი ამ პარტიაში მუდმივად ბლოკავდა რეფორმებს, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო რაღაცის ფეხის დამდები. იცით როგორ არის მიხეილ სააკაშვილის მიმართ მინდა რომ გავრცელდეს ის სტანდარტი, რაც სხვა პოლიტპატიმრების მიმართ არის პოლიტიკურ სპექტრში. დააკვირდებით რაღაცა თუნდაც გასაკრიტიკებელი ნაბიჯი, როდესაც არის სხვა პოლიტპატიმრის, როგორც სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების, ისე ექსპერტული წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ რა ხან პატიმარია, მოდი მოვერიდები ამის კრიტიკას. მიხეილ სააკაშვილზე არავითარი მორატორიუმი არ არსებობს. გეგონება გარეთ ეხა ამ სტუდიის გარეთ დგას და მიცდის რომ ჩემს მაგივრად ის შემოვიდეს. ლაბორატორიუმი ვერ არსებობს, იმიტომ რომ არც ერთ პატიმრობაში მყოფ ფიგურას იმხელა გავლენა არ აქვს ერთპიროვნული თავის პარტიაზე და როგორც ჩანს იმის მიღმაც, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს და თან თავად ბატონი მიხეილი ძალიან აქტიურობს ამ მიმართულებით. რაც შეუძლია ციხიდან კაც აკეთებს ყველაფერს. ამიტომ არ ამგონია მას დიდად წინდეს რომ ის რაც შეეხება პარტიის შიგნით ის მეორე ნაწილი, მაგრამ მოდი დაუბრუნდეთ ამ პარტიულ დინებებს. პარტიის შიგნით მეორე ნაწილი რაც იყო, არის ის რაც საჯაროდ დაიწერა და მე არ მინდა რომ ჭორაობას შევიდე ამ თვალსაზრისით, რაც საჯარო არის და რაც მხარეების მიერ არის გამოთქმული მხოლოდ იმის ჩამოყალიბებას ვეცდები ერთ ვერსიად, არის ის რომ მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტურად სწორად თვლიდა რომ მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ნანუკა ჟორჟოლიანი შექმნიდნენ კარგ ტანდემს, ორივეს აქვს თავისი პლუსები
პლუსები, გამოკვეთილი პლუსები. თინა არის გამორჩეული პოლიტიკოსი საერთაშორისო ველზე, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს უკვე ნათამაშები პარტიების არაკრძალვასთან დაკავშირებით, სხვადასხვა დროს ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, სანქციებთან დაკავშირებით. ქვეყნის გარეთ ის არის, ჩემი აზრით, ყველაზე გავლენიანი და მეტი კონტაქტის მქონე პოლიტიკური პერსონა ამ წუთას, მიხეილ სააკაშვილის გამოკლებთ, რომელსაც საშუალება არ ეძლევა, რომ ქვეყნის გარეთ იოპერიროს. ხოლო მეორე მხრივ ნანუკა ჟორჟოლიანის სახით ეს არის, მან სწორად აღნიშნა გუშინ თქვენს ეთერში, ეს არის გარკვეული ექსპერიმენტი ნაციონალური მოძრაობისთვის და ზოგადად პოლიტიკური თამაშისთვის, რომ არაკლასიკური გაგებით პოლიტიკური ფიგურა, რომელიც არაპირებს ამ როლის მორგებას, შემოვიდეს ნაციონალურ მოძრაობაში და ქვეყნის საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ანუ ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც არსებობს მედია მიმართულებით, სოციალური მედიის მიმართულებით, კიდევ უფრო მეტი ახალი ადამიანის მოზიდვასთან დაკავშირებით, რეგიონებში აქტივობასთან დაკავშირებით, ქუჩის აქტივობასთან დაკავშირებით, ნანუკა ჟორჟოლიანის ის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც მას აქვს, როგორც სამოქალაქო აქტივისტთან მიმართებით, ისე მათ შორის ამ ტანდემს პერსპექტივა არ აქვს. ამიტომ ძალიან ამიტომ განვაგრძობ, მიხეილ სააკაშვილმა ამის შემდგომ განმარტა, რომ მოქმედი თავმჯდომარის მხრიდან ფაქტობრივად უარი ითქვან, ამ წუთამდე ყოველ შემთხვევაში ასეა, შეიძლება შეიცვალოს, არ ვიცი, მე მათმაგივრად ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ ფაქტი ამაზე ითქვა უარი და ამის შემდგომ უკვე ჩვენ ფაქტობრივად უკვე გადავედით საარჩევნო მარათონში. ჯერ კიდევ პარტიაში ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული მოსაზრება, ერთადერთი ის ვიცით, რომ ყრილობა ჩატარდება თავის დელეგატებით, მაგრამ გადასაწყვეტია არჩევნების პროცედურა, წესი, ეს ელექტრონული იქნება, არ იქნება ელექტრონული, ანუ რა ფორმით მოხდება ამომრჩევლის ჩართულობა, ამასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა. მაგრამ მსჯელობა არ ჭირდება. მე მოდელირებას მოვახდენ სიტუაციის. დაუშვათ ნანუკამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ თან ხვდება სააკაშვილის შეთავაზებას და ის იქნება კანდიდატი ერთ-ერთი ოღონდ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერილი. ამის პარალელურად სხვებმაც დაასახელეს საკუთარი კანდიდატურები. არ შეიძლება ადამიანმა, რომელიც ჯერ საერთოდ არ ჩანს აქტიურად ამ მიმართულებით, ან იგივე დღევანდელი მოქმედი თავმჯდომარე ქალბატონი თინა ბოკუჩავა. და დაუშვათ, რომ თინა ან რომელიმე სხვა აირჩია ყრილობამ და უმრავლესობამ. უნდა დაუშვათ ეს არა? დემოკრატიულ არჩევნებს ვატარებთ ნაციონალურ მოძრაობაში. ის გახდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. ძალიან ეგ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი დარჩება ნაციონალურ მოძრაობაში. მე მისწამიდა, რომ მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ ან ესე გააკეთებთ თუ არა და ამის ალტერნატივები სხვა არსებობს, თქვენ როგორ გონია, რომ ეს კანდიდატთან დაკავშირებული ეს რბილად ვიტყვი, რაღაცა ირიბის შანტაჟის ელემენტებს არა. მოდით მე ესე განმარტავდი დღევანდელ განცხადებას ბატონი სააკაშვილის, რომ მისი მთავარი საკითხი არის არა თავმჯდომარის კანდიდატურა, რომელიც მას ცალსახად გამოკვეთილი ყავს და მიხეილ სააკაშვილს იმის საშუალებაც ჰქონდა და იმის გავლენაც ჰქონდა, რომ ყოველგვარი არჩევნების გარეშე ეთქვა, რომ ესე იყოს, ის წავიდა ბევრად უფრო სწორ გზაზე, იმიტომ რომ ჩემი აზრით მაშინ შეცდომა იყო დაშვებული, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები მოდიოდა და მისმის, რომ სხვა დროის თვალსაზრისით თინას დროს ვერ ტარდებოდა არჩევნები, მაგრამ ეს შეცდომა რომ არ განმეორებულიყო, ამიტომ ჩაინიშნა არჩევნები. მიხეილ სააკაშვილმა დღესაც დააფიქსირა, რომ ეს არის მისი პოზიცია, მაგრამ ის განცხადება, რომელზეც თქვენ ახლა საუბრობთ, ის არის დაკავშირებული არა თავმჯდომარის არჩევასთან, არამედ მგონია პარტიის ზოგად სისტემურ რეფორმირებასთან. ანუ მხოლოდ და მხოლოდ სახელის და გვარის შეცვლა ნაციონალური მოძრაობის ვითარებას ვერ გამოასწორებს. ამაში ვარ მეც ღრმად დარწმუნებული და ვეჭვობ ბატონი სააკაშვილიც ამაში არის ღრმად დარწმუნებული. სისტემურ რეფორმას რაც შეეხება, პარტიაში წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არსებობს ძალიან საინტერესო ხედვა მათ შორის ელექტრონულ მმართველობასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ამომრჩევლის პირდაპირი წესით ჩართულობას რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად კენჭისყრის ჩატარებას უნდა დატოვოს თუ არა ნაციონალურმა მოძრაობამ ოპოზიციის ალიანსი. ან მაგალითად ეს ამავე დროს შესაძლებელია რომ ფანდრაიზინგის მე ესეთი რამე ჯერა მხოლოდ და მხოლოდ თუ შიდა პარტიულ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ და ამორჩევლის მიმართ მაღალი დონის ანგარიშვალდებულებაზე ვსაუბრობთ, თუ
თუ ამომრჩეველი არ არის ჩართული პარტიის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შორის ფანდრაიზინგის, ანუ ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით, იმიტომ რომ როდესაც შენი მხარდამჭერი ამ შენ კონკრეტულ საქმიანობაში დებს ფულს, შენი ანგარიშვალდებულების ხარისხი ასმაგდება. მას შეუძლია ბევრად უფრო მეტად მოგთხოვოს შენ რას აკეთებ, ან რას ვერ აკეთებ. აი ეს სისტემა მართვის სრულფასოვანი ეს რეფორმა, რომელიც მგონია რომ აუცილებელია რომ პარტიაში გატარდეს, არის ჩემთვის ამოსავალი წერტილი. რაც შეეხება ახალგაზრდების ნაწილს, ამაზე მინდა რომ აუცილებლად თქვა. იმიტომ რომ ყველა ამ თემაზე საუბრობს ახალგაზრდებს. ძალიან მიხარია რომ ეს არის პრიორიტეტი როგორც ნანუკა ჟორჟოლიანისთვის, ისე ძალიან მიხარია რომ თინა ბოკუჩავაც ამაზე საუბრობს და პარტიის სხვა ლიდერებიც საუბრობენ, მაგრამ მე პირადად, რაც შემიძლია საკუთარ თავზე ვთქვა, არის ის რომ ეს შესაძლებლობა, რომელიც მე დღეს ნაციონალურ მოძრაობაში მაქვს, თავიდან ბოლომდე მომცა მიხეილ სააკაშვილმა და რა თქმა უნდა მადლიერი ვარ ასევე მისი თანამებრძოლების, რომლებიც წლების განმავლობაში იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პარტიაში ვართ, გვაძლევენ საშუალებას როგორც განვითარების, ისე წინსვლის. არ შეიძლება ამ ბრძოლაში მოხდეს რაიმე სახის დივერსიფიცირება იმ გამოცდილ თანამებრძოლებსა და ახალ ადამიანებს შორის. ამისთანა გასახანს თუ გაძლევენ ახალგაზრდებს ამ იდეებით მეტია შესაძლებელი ის რეფორმები თავისი შინაარსით, მათ შორის ელექტრონული მმართველობის, ამომრჩევლების პირდაპირ ჩართულობისა და პირდაპირი დემოკრატიის ინსტრუმენტების, პარტიული დაფინანსების, ინდივიდუალური მხარდამჭერების დონეზე, უზრუნველყოფის, წევრობის უფლების პარტიული წევრები მხედველობაში ეს აქამდე რატო ვერ გააკეთეთ? მე მგონია რომ წინააღმდეგი არ იყო, თქვენ წინააღმდეგები არ იყავით. ვინ არის ეს რაღაც? მე მგონია რომ ამის ნება მე მგონია რომ ბოლომდე არ არსებობდა. მე ჩემს მოსაზრებას გეტყვით, მე მიმაჩნდა რომ ეს მნიშვნელოვანი რეფორმები, იმიტომ რომ ხა турბულენტური ვითარება იყო, ხო, 2024-ში, 25-ში, დაჭერები, უბედურება, ერთი ბოიკოტი, მეორე ბოიკოტი. მე მიმაჩნდა, მე ჩემს მოსაზრებას ვიტყვი, მე მიმაჩნდა რომ აი ეს მნიშვნელოვანი რეფორმები, გადაწყვეტილებები, მათ შორის ალიანსის დატოვება, არ დატოვებასთან დაკავშირებით, უნდა მიიღოს ახალმა მენეჯმენტმა, მაღალი ნდობით, ვინც ისარგებლებს, ახალი ლეგიტიმაციის მანდატი, ვისაც ექნება, იმან უნდა გაატაროს ეს რეფორმები და მიხეილ სააკაშვილი მანამდე თუ ამას მხოლოდ და მხოლოდ დაფიქსირების საკითხი იყო, იმიტომ რომ მიშა აფიქსირებდა ამას. დღეს უკვე ეს მიშას მხრიდან მოთხოვნის ფორმით არის ფაქტობრივად დაყენებული, რაც ჩემთვის ძალიან მისასალმებელია. კარგი და ხომ არ გაქვს ინფორმაცია სხვა შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებით? ბევრი განხილვა როგორც ვატყობ, ივლისის ბოლოსთვის უკვე ყრილობა უნდა იყოს. ჯერ არ არის დაზუსტებული ყრილობის ჩატარების თარიღი, მაგრამ პარტიის შიგნით განხილება კიდევ რამდენიმე კანდიდატურა, მე მგონია რომ მოხდება შეჯერება რამდენიმე კანდიდატზე და შესაძლებელია რომ კონკურენტუნარიანი არჩევნები მივიღოს. მიხეილ სააკაშვილის გარდა ციხესაპატიმროშია პარტიის კიდევ ერთი ლიდერი პოლის საბჭოს თავმჯდომარე. რომელმაც გამოაქვეყნა მისი მანიფესტი, ასე თქვა, რადგან მიხეილ სააკაშვილმა თავისას მანიფესტი უწოდა, ის არის 5+1 ფორმულა. ბევრისთვის იყო მოულოდნელი თავისი შინაარსი, თუმცა მის მიზანს და ამოცანას, როგორც თავად ლევან ხაბეიშვილი განმარტავს, წარმოადგენს იმდაგვარი პოზიციონირება, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციონირების სამიზნე აუდიტორიის გაფართოების საშუალებას მიცემს და ამავე დროს იქნება ეფექტური რეჟიმის მიერ წლების განმავლობაში კაპიტალიზირებული, ესე ვთქვათ, თემებთან ბრძოლაში. მათ შორის საუბარი იყო ისეთ ტიპის გადაწყვეტილებებზე, რომლებთან მიმართებაშიც ქართულ ოცნებას არა მარტო რიტორიკა აქვს წყობრა ჩამოყალიბებული და ძალიან სპეკულაციურად იყენებს წლების განმავლობაში, არამედ კონკრეტულ საკანონმდებლო გადაწყვეტილებებსაც კი იღებს. თქვენ პარტიაში და ამ შემთხვევაში თქვენ პირადად გაიცანით თუ არა მის შინაარსს, რას იზიარებთ, რა მეგაჩნიათ გაუგებრად ან უდროოდ, არადროულად? რა თქმა უნდა გავეცანი, ძალიან მნიშვნელოვანი წერილი არის და უბრალოდ ინიციატივა არის, რომელიც პოლიტპატიმარი ჩვენი პოლიტპატიმარი ლიდერის, კიდევ ერთი ლიდერის მხრიდან იქნა გაჟღერებული რამდენიმე დღის წინ. რა თქმა უნდა, მე ზოგადად ეს პირველად არ ვიტყვი ამას, თქვენს ეთერშიც არ
არაერთხელ აღმინიშნავს მე საკუთარ თავზეც და ამ შემთხვევაში სწორედ ასე მირჩევნია რომ განვაგრძო საუბარი, რომ მე ვარ ქრისტიან-დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი, სწორედ ამიტომ ვარ მათ შორის ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც თავის მხრივ არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი, რომელიც არის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ალიანსი. ეს უნდა შევახსენო, როგორც ჩანს, ზოგიერთ სხვა ოპოზიციონერს თუ აქტივისტს არ ვიცი, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ამ პუნქტებში რა თქმა უნდა არის მნიშვნელოვანი ჩანაწერები, მაგრამ შესაძლებელია, რომ მე მაგალითად სხვანაირად ჩამოვაყალიბებდი. ეს შეიძლება კრიტიკად ნაკლებად ჩაითვალოს, უბრალოდ განსხვავებულ მოსაზრებად ჩავთვლიდი. რა თქმა უნდა, იქ არის ძალიან სწორი დათქმები, როგორც დემოგრაფიის საკითხთან, ისე ემიგრაციის საკითხთან, ანუ მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელიც ქართულ სახელმწიფოს აქვს. მაგრამ ამავე დროს მე მიმაჩნია, რომ სტრატეგიულად ჩვენთვის მნიშვნელოვანი არა იმის მტკიცება ჩვენ რა ვართ, მხოლოდ არამედ იმის მტკიცება ქოცები რა არ არიან. ანუ მაგალითად დღეს ქართული ოცნება ცდილობს საკუთარი თავი წარმოაჩინოს როგორც ქრისტიანული ძალა, გელათის მგრეվել პარტიას, რომელიც ამბობს, რომ მათი მხრიდან იქნება ისეთი პოლიტიკა გატარებული, რომელიც არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადაცდომაზე თვალის დახუჭვას. ანუ ეს არის პარტია, რომელიც არის დაუნდობელი, სისხლის მღვრელი, რომელსაც ქალებისთვის წამების მანქანებში აქვს სახეში ნაფურთხები და ეს ხალხი სრული სერიოზულობით ლაპარაკობს, რომ არიან ქრისტიანები. ეს არის ხალხი, რომელიც სრული სერიოზულობით ამბობენ, რომ არიან ოჯახის სიწმინდის დამცველები და ამ ქვეყანაში ქალი არ დატოვეს, ოჯახიდან რო არ წასულიყო მისი ოჯახის სარჩენად. აი ამ პოლიტიკურ ძალებზეა საუბარი და მე ზოგადად მიმაჩნია, რომ მათ შორის აი პირველ პუნქტთან დაკავშირებით ყველაზე მეტი აჟიოტაჟი რამაც გამოიწვია, ეს არის ერთნაირ სქესიანთა ქორწინებასთან მიმართებაში. მე მგონია, რომ ამ თემაზე ჩვენ პროაქტიულად საუბარი არ გვჭირდება. მე მაგალითად პირადად ერთჯერადად ამაზე მაქვს პასუხი გაცემული, როცა მკითხეს უპასუხე, ჩემი სუბიექტური მოსაზრება რა იყო, მაგრამ ეს საკითხი არის საქართველოს კონსტიტუციით მოგვარებული, მოწესრიგებული, 113 კაცი ჭირდება ამის შეცვლას და არ მგონია, რომ დღეს ქართული სახელმწიფოს მთავარ პრობლემას წარმოადგენდეს ეს, მით უმეტეს პირველ პუნქტად. მე მგონია, რომ ქართული სახელმწიფოს მთავარი პრობლემები არის ემიგრაცია, უკონტროლო მიგრაცია, მათ შორის თუნდაც კონსერვატიული ნარატივის თვალსაზრისით არაბული ძალიან უცნაური პროექტი არაბული ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით, ასევე კორუფცია, ივანიშვილის ხელისუფლების ავტორიტარული სახე, ოკუპაცია, პოლიტპატიმრები, ძალიან ბევრი საკითხია, რომელიც დღის წესრიგში დგას. იდეოლოგიის თვალსაზრისით იდეოლოგია მხოლოდ თეზისები არ არის, იდეოლოგია მათ შორის არის სანდოობა პირის, რომელიც ამაზე საუბრობს. მე მაქვს ეს სურვილი, რომ ხალხმა დაიჯეროს, რომ მე რეალურად გული წყდება და ძალიან გაბრაზებული ვარ, რაც გელათის თავს ხდება. მე მინდა, რომ შვიდობის სადღეგრძელოს დალევის დროს ქართველებს არ ახსენდებოდეს ქოცები. აი ეს არის არსებითი გამოწვევა. რაც აი ხო პრიმიტიულია ვითომ, მაგრამ აი ამ თვალსაზრისით ჩვენი პრობლემა ის კი არ არის ჩვენ რას ვასხივებთ. პრობლემა არის, რომ აბსოლუტურ ფარისევლებს აქვთ ეს თემა ჩაბარებული. უბრალოდ ეს თემები მხოლოდ თეზისების სახით წამოღებადი არ არის. მე მიხარია, რომ ნაციონალურ მოძრაობაში კიდევ უფრო მეტი თანამოაზრე მეყოლება ამ საკითხთან მიმართებაში, იმიტომ რომ მე პირველ პუნქტთან დაკავშირებითაც ერთჯერადად ხაზგასმით ამაზე ახლა 24 საათი ლაპარაკი როგორ შეიძლება ქოცებს ხო არ უნდა დავემსგავსოთ ამ თვალსაზრისით, მაგრამ მნიშვნელოვანი საკითხები რაც არის კონსერვატიზმთან მიმართებაში. ეს არის როგორც მემარჯვენე პოლიტიკის გატარება ეკონომიკაში, ეს არის საემიგრაციო პოლიტიკა, ეს არის დემოგრაფიული კატასტროფის შეჩერება, ძალიან ბევრი ეს საკითხი აქ იყო გათვალისწინებული და მე მგონია, რომ ეკლესიის როლთან დაკავშირებით ეკლესიასთან მიმართებაში აუცილებლად მინდა ბატონო გიორგი რომ აღნიშნო, კონკორდატი გაფორმებულია, ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა არაჩვეულებრივი ურთიერთობა თავის დროზე 2012 წლებში ეკლესიასთან და ვერან ვერ იტყვის, რომ ეს იყო დაძაბული ურთიერთობა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე ამას არ ამბობდა და ამის საპირისპიროზე საუბრობდა მუდმივად. როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, კონკორდატიდან და სეკულარული პრინციპებიდან გამომდინარე, საერო ხელისუფლება გააგრძელებს ურთიერთობას სასულიერო ხელისუფლებასთან. ლევან, ბოლოს მოკლედ მიპასუხე თქვენი დამოკიდებულება ალიანსის პერსპექტივაზე, ან როგორც მინიმუმ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მონაწილეობის მიზანშეწონებაზე. მე შემიძლია თამამად თქვა, რომ დღეს რა ინფორმაციაც გავრცელდა, ეს ნამდვილად იყო 100
ფაქტზე, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი მომხრე ოპოზიციის ალიანსში გაწევრიანების, რომ ნამდვილად მას არ დაბრალებოდა რაღაცა პროექტის ჩაშლა ოპოზიციური ერთიანობის, აქტიური მომხრე იყო, რომ ჩვენი ყოფილიყავით. დღევანდელ ვითარებაში, როგორც პარტიის შიგნით, ისე ამომრჩეველთა მგონია კრიტიკულ უმრავლესობაში დაგროვებული ამის საპირისპირო აზრი. უბრალოდ მე მაქვს ჩემი სუბიექტური მოსაზრება, რომ ეს გადაწყვეტილება ალიანსში დარჩენასთან ან გამოსვლასთან დაკავშირებით უნდა იქნეს მიღებული ახალი მენეჯმენტის მიერ, რომელსაც ექნება შესაბამისი ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ საარჩევნო კამპანიის დროს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მოუწევთ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რას მოიმოქმედებენ, როდესაც ყრილობა მათ დაამტკიცებს თავმჯდომარედ ოპოზიციის ალიანსთან მიმართებაში. მადლობა თქვენ. ველით მაგ დისკუსიებს უკვე პარტიის შიგნითაც, უბრალოდ ერთ რამეს დავამატებდი, როგორც ამ პარტიის წარმომადგენელი და როგორც ამ პარტიის ქომაგი, მე მინდა რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე სწრაფად და ეფექტურად დასრულდეს და ეს უსასრულო ტურბულენცია არ გაგრძელდეს. ლევან სანიკიძე, მე მას დავემშვიდობები.